საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. დილამშვიდობის. როგორც ყველა, მეც ნელ-ნელა მივეჩვია ამ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრებას. ხელების ხშირ ბანას, მერე სპირტით დამუშავებას, პირბადით სიარულს, ოჯახის წევრების ურეჟიმობას, ონლაინ მუშაობას, მაგრამ ორ რაღაცას ვერ მივეჩვია ვერაფრით. ის რომ შემიძლია ყველაფერი ვაკეთო ნელა და მეორე. ის რომ არ არის აუცილებელი 10 საჭმელი ვაკეთო ერთდროულად. აი დღესაც დილაუთენია წამოვხდი. გავაკეთე ხორციანი ხვესელი, ბლინები და რისთვის. მანანა ჩემ გაკეთებულ ცომელს არ ჭამს. საზას ძინავს. და ბავშვები ისე შევარდნენ ონლაინ გაკვეთილზე არ შემოუხედავთ სამზარეულოში. ნუ რას ვიზავთ ისე მე მომიწევს ჭამა. გაკვეთილები. აი რა მანერვიულებს ყველაზე მეტად. მართალია ყოველდღე უტარდებათ და ესენიც არასოდეს არ აცდენენ, მაგრამ მაინც მგონია რომ უფრო ნაკლებს მეცადინებენ. ალბათ იმიტომ რომ მე ვეღარ ვაკონტროლებ. არც შეიძლება ნათია მართალია და ასე გაცილებით ნაკლებ დროს კარგავენ, მაგრამ ვერ მივხვდი ნაკლები დროის კარგვა რას ნიშნავს. ანუ სკოლიდან სახლამდე დაკარგულ დროს თუ სკოლაში ბავშვებთან მაიმუნობაში დაკარგულ დროს. არ ვიცი. ვერ მოვასწარე კითხვა, იმიტომ რომ ტრადიციულად ჩემი ტელეფონი ჯდებოდა, მაგრამ არ ავშევს. დღეს ვკითხავ თან ლაივში. ხო, ჩვენმა მთავარმა ინფექციონისტ ვირუსოლოგ ასტროლოგმა ტასომ გადაწყვიტა, რომ რახან ვირუსი შესუსტებულია და იუპიტერი გაძლიერებული, უკვე შეგვიძლია ვესტუმროთ. მე არ მეგონა ნათიას ოდესმე იუპიტერის გაძლიერება ასე თუ გაახარებდა, იმდენი ლოცა. და მეც ძალიან ვიხარია, იმიტომ რომ დღეს პირველად გავდივარ სტუმრად. გემრიელესია. მართლა? ნორლა. ცხოვრებაში არ მჭამე ეგეთ ღვიძლები. რა საყვარელი ხარ, ყველაფერი რომ მოგწონს. არა, ყველაფერი არა, მაგა. ყველაფერი მზამზარეული მოწონს ჩვენ საზას. თქვენ გაგიმარჯვეთ კალოდრონა. დედა რა ლამაზი ხარ? კარგი ერთი რა დილიდან თმას ვიყენებ და ვერაფერი ვერ მოუხერხე, მაინც გიჟივით ამაგვზი. ჭირი თავსა არ დამალავს. რა მითხარი? ამ კარანტინში ნეტა ყველა ისე გამოიყურებოდეს თქვენი ჭირი მეთქო. რა ვქნა გენაცვალე? ზოიასავით ჩამობრუნძილი მე ვერ ვივლი. და ხალხს ვერ ვალაპარაკებ. და ზოიაზე რას ლაპარაკობენ? კაი რა, არიცით რა უბანში ვცხოვრობდით. ნაგვის გადასაყრელად საუკეთესო უნდა ჩაიცვა და გამოფრანჭული უნდა გახვიდე. კაი დედა ერთი ლამარა დადის ეკრეის სხვა ვინ დადის? გეგონოს ვიოლა? მეტარო საზღარი ენა აქვს რა. არა, სხვათა შორის არ მახსოვს რომ ჩემზე რამე ცუდი ეთქვას პირიქით. გიჟდები ასეთი მოწესრიგებული ქალი ჯერ არ მინახავსო. სხვათა შორის გუშინ დამირეკა. გვაკლიხართო, მოგვენატრეთო. რა საყვარელია, აი კიდე რომ დაგირეკავს, დიდი მოკითხვა გადაეცი ჩემგან. არა, დამირეკავს არა. დღეს რომ მივალ, გადავცემ. დედა, რა დედა, რა მაგაი ხარ, არაფერი არ მითხრა ძალიან გთხოვ რა. ნაფიქრი მაქვს და გადაწყვეტილი. დღეს საცხობი უნდა გავხსნა. დედა, მეშინია ძალიან, ჯერ ადრეა ეგ. კარგი რა მაკარა, თათ პიკი რო იყო, მაშინ ამუშავებ და ხალხი საცხობებს და მე სადღაც პლატოზე რომ უნდა გავხსნა, ეგ არის პრობლემა. ხალხთან ხო გექნება ურთიერთობა? მერე შემგონია რომ დედა შენს მაგაზე არ უფიქრია. ერთი ხელთათმანი მაქვს ცომის მოზაზელად, მეორე მაქვს ფულის გამოსართმევად. სამშრიანი პირბადე, ფარი, ნუ სადიზინფექციო ხსნარები თავისთავად, თეთრი ხალათი და კიდევ ერთი დიდი სუფთა თეთრი პარკი ამ ყველაფრის საღამოს ჩასაყრელად. მე მგონი საცხობის სახელი მოვიფიქრე. რა? ლუგარის საცხობი. შემაიმონი ხარ რა. წავედი. ვინ არის? დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ვარ, თქვენ მეუღლეს. აღარ შეუძლია და უნდა გამოგიშოთ. და რა უნდა?
სავარაუდოდ თქვენი ჩახუტება. აბა ბლინებზე მოვედიო. მაგისთვის მოხვედი? ქალბატონო, თქვენ ბლინები უფრო გიჩვენიათ? აუ, ამ ეტაპზე კი. კარგი, მაშინ წავედი. კაი, ლევან. კალათა დატოვე და ისე წადი. აუ, მართლა ბლინები უფრო გიჩვენია? აუ, კაი, რეხლა რო შემეძლოს კარს გავაღებდი და საერთოდ არასდროს არ შევჭამდი ბლინებს. აუ, არა და რა მაგარ ბლინებს აკეთებს ქალბატონი თინა? ხა, ნუ მაშინ 2 კვირა არ შევჭამდი. ნუ, ეგეც არ ამუშავს. რა შვები როგორ ხარ? რა ვიცი, წეგან როგორც ვიყავი ისე. 1 საათის წინ არ მელაპარაკე? ხო, მაგრამ ნუ არ მეყო რა. ხო, მეც დავიღალე უკვე. და კიდე 2 დღე. აბა, 48 საათი. აუ, ეხლა წადი, თორე დავარღვევ კანონს და გავაღებ კარს. აუ, მიდი რა, მიდი გეხო წადი რა. გაგიშტი, არ შეიძლება კანონის დარღვევა, წესია. თან გუშინ შემოწმებაზე იყვნენ მოსულები. კაი ხო. წავედი. კაი, დატოვე კალათა. წავედი. აუ, ნაჩია, შენ გაიხარე რა. რაც каранტინი დაიწყო, იმის მერე არ მიჭამია ესეთ გემრიელი არაფერი, თუ ჩემ გამომცვალებაცებს ჭამ. აუ მეც. აი გემრიელობები ხვალიდან ნახეთ თქვენ. რატო? რა ხდება ხვალ? შორიდან და ბავშვები ჩამოდიან. უკვე? რაღა უკვე მაკა. 3 კვირა ბავშვები არ მინახავს. უნდა. კოტიკომ კიდე 3 რეისი უნდა გააკეთო? არა, მანუჩერს მოყავს კოტიკოს, მას ლუკა და გაბრიელი. მათე და მარიამი მოყავს კოტიკოს და შორე და მეზობელს. ვაი, მთელი ტრასა თქვენ ყოფილხართ. საცობს გქნით უკვე, საცობს. ჩარი გვწერია ღმერთმა გვამრავლოს. ტასო მოყევი ხა რაღაც მაგ სათქმელია. ოი, ხო, მართლა. ვაი, სუდამა ვიწყდა და აუ, ხო, მიდი. მე ხალხო ვერ დაიჯერებ და ვერც გადაიტან. კაი, 2 თვე каранტინში ვზივარ, სახლში გამოკეტილი და ეგ დავიჯერე და. მოიცადე. აბა წარმოიდგინეთ ეხლა და მითხარით გუგა სად არის? ჯანდაბაში. ნუ ეგეც, მაგრამ კიდე კაი, ნუ გვაწვალებ, სად არის? каранტინში. რატო უცხოეთში? აბა კი უცხოეთში. ეხლა მორჩა მაგის მილანური კლასტერები. ეხლა რიხმანკითის კლასტერში. რანაირად? ვაი, მე ის ქალბატონი ყოფილა ღვანკითიდან და დედამისის დედას დამართნია. და მე ესენი როგორც კონტაქტში მყოფები გამუშოს каранტინში. კაი, ცოდვა დასო. აი, ეხლა ცოდო არა ის, ისეც ქელკანიანი არაფერი არ მოუვა მაგას. კაი რა, ხა ღმერთმა დაიფაროს. ესე მთლად კორონასთვისაც არ მემეტება. ისე კორონა თუ COVID-19? ნუ, ჩვენ ელიტა COVID-19-ს ვეძახით და შენ თუ გინდა კორონა დაუძახ. ხუმრობ, გოგო. ხუმრე. აი, მე გუგამ გაიხარეს რამაცინა. ჭამ. უფ, რა ხაჭაპურია. აი, რა შეჭამს ახლა ამაზე უკეთეს კაცი каранტინში, ჰა? ვაიმე, კი ამოვიხრჩვი ამ ნიღაბში, მაგრამ ამას ვჩივი, რახა სახლიდან გამოვედი, ჰა? გამარჯობა, შვილო. გავიხსენით, აბა რა ვქნათ და გემრიელი ხაჭაპურიც გამოვაცხვე. აუ, ანცხელია? ცხელი კი არა, გავარვარებული. კარგით, მაშინ 1 ცალი მომეცით. ისენ? თუ დამიჯერები, ისეთი ხაჭაპურია. 1 ცალი სახლში ასვლამდე არ გეყოფა. არა, იყოს 1 და რა ღირს? შენთვის არაფერი. შვილო, ამ 2 თვის თავზე. პირველი ადამიანი ხარ, ვინც ოჯახის წევრების მერე ნახე და ფულს გამოგართმევ ხაჭაპურში. ვაიმე, უხერხულია. ღმერთმა შეგარგოს, გაიქეცი. მანანა, შვიდობა შენს გამოჩენას. ვაიმე, ნანა, შენ ხარ ვერ გიცანი, კაცო. რას მისრობდი? დავდივარ 100 აგენტით. თუ მაგის უთხო ხარ, ჯინა ლოლო ბრიჯიდა რა.
ვერ გავიგე რა მითხარი? არაფერი გამეხარდა შენი ნახვა მეთქი, შემოგიპატიჟებდი, მაგრამ გაჩერდი კაცო, კორონა ამას და ჯანდაბა. შენთან კი არა შუთან ვერ მისულა რეგ. არ მითხრა, არა. შენ ისა, გურამის ბიჭის ამბავი გაიგე? რა ამბავი, კაცო, საიდან ეხლა მოვედი, ნანა? სული გაიქცა თუ? უი, დედა, რას დაპარაკობ ეხლა ამ კარანტინში? აბა, ესე იგი ისე გამწარდა ეს გოგო, როს ამ კორონობიჟამს ფეხით გავარდა სახში, აბა? დედა, რას მეუბნები? აუ! ისეთებს ხვება ვიოლა, დედა შეიძლება გაგიშლე. რაო, გოგო, რაო? კაცო, არ მინდა ერთი ვიღაცამ რაღაცა გაიგოს და შემოვა. მოდი ერთი. გოგო, ერთ ყოფი რა ავადმყოფი. აი, ესე რა. ქალბატონი, რა მოგე? გონი ფეხი უკაცრავეთ ისე რომ არ. რანაირად როდის? ბორშს ვაკეთებდი და ქალბატონი, კი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებთ, მაგრამ თუ ესე იხარჯებოდით კეთების დროს არ მეკონა. არა, რა ვიცი რა დამემართა, გასთან ვიდექი, მე ტელეფონმა დარეკა. მე რაღაცის ფეხი წამოვკარი და აი ამომიტრიალდა. ვაიმე, ძალიან მდგი ვარ? არა, ეხა უკედა გიომდამა და ყინულები. ოქროს ბავშვი გვესდება. სადაც იგი? ოთახში მეცადინები. ეხა შენ ამაყედ. არა, ქალბატონი, როგორ შეიძლება ამ დროს სიარული არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. და ბორშს ვინ გააკეთა? ქალბატონი, რა დროს ბორშია? არა, მე გიოს მოშივდება. მე შენს მოგშივდება, მე ის მურმანი საერთოდ მგელი ვიჩიერი მოვარდება. არა, ამაყიდე. დამშვიდეთ ერთადერთი კერძია, რომელიც მეხერხება, ეს არის ბორში. შენ ბორშის კეთება იცი? თანაც ძალიან გემრიელს. კარგი, კომბოსტო დაჭრილი. აი ზუსტად ერთადერთი კომბოსტოს დაჭრა მიჭირს მხოლოდ და მხოლოდ. მოკლედ გავიქეცით თქვენ დაისვენეთ შუდა დედამოთ. თუ რამე აქა ვარ? აფი. ой, მოვიდა ნათლია ბატონი. რა ქენით? დავქენით და გავახისტიანეთ. ბატონი ანტონ მეზურიშვილი. ой, მიგინაცვალ, იტირა. ეს კახელი კაცი ნათლობაზე იტირებდა. მაგრამ ჯერ 40 დღისაა და ეძინა. ღირსეულად ეძინა. საყვარელი. ხოდა ვქეიფობთ ნათლსაღამოზე. სად? მამბა მიქაელთან? არა კაცო, იქ რა ქვია, ინტერნეტში. იმას რა ქვია, ბავშვებს რომ გაკვეთილს რომ ზუმში. ზუმში. გახსოვს ნათლი მაგიჩა. კი კაცო, კოდი უნდა გამოვაგზავ. არა, დავითი მიხედავს, ისაა ჩვენი კომპიუტერის мама. ღმერთმა დავლოცოს. მაშინ მე რაღაცებს მომამზადებ, მარტო ღვინოს ვარდალე. არ გინდა რა ნათლი. არ შეწუხდები ამას. აბა რა შეწუხება, ნათლობაა ბოლო-ბოლო. რამდენიმე სადილს მომამზადებ და? ათი ერთი წნება. სიცოცხლეა, კოდიკო კამერაში გამოჩნდება და რა სიტყვის ის ხალხი ცარიელ სუფრასთან დასვაო. დავტრიალდები ეხლავე. ერთი საჩუქარი ხარ. მე მგონი ხალხი უკვე მოითუშა. ეხლა რა გავაკეთო? ეხლა აიღე ტომატი. ტომატი სანდარ. მაცივარში ნახე. ხო. ეს უგავკეთო მთლიანად? არა, გაგიჟდი. ერთი ორი კოზი მგონი. ერთი თუ ორი თუ რამდენი? კაი, სამი უქენი. სამი, ერთი, ორი, სამი. ეხლა ნელა მოურიე. სულ გაწითო. ხო, კარგია, მე რა ეგრე უნდა იყოს. ლეონიკო, დიახ. შეგიძლია შემოხვიდე? ერთი წუთით ქალბატონო თინა მოვალ ეხლავე არ გამითიშო რა თინას უნდა რაღაცა. ხო. დიახ. ლეონიკო, შეგიძლია წამალი მომცე აი მაგით. ძალიან კი ვარ? ო, ცოტა მომიმატა. ცუდია. ო, მურვანა დარეკა ექიმთან და თუ მოგიმატებსო კიდევ? ნუ იქნება არ მოგემატებთ კეველი. კაი, მე წავედი, თორე ხახვი დამეწოდა. ხახვის შემდეგ რა უნდა გააკეთო? ქალბატონო თინა, ტომატი. კაი, მოკლედ თუ რამე აქ არის. მოვედი. მეც. შენ სად იყავი?
სადაღარ მაკა, ესე იგი ზღვაზე, სკოლაში, ექსკურსიაზე, ისეთი გადარბენა მქონდა. სიზმარში რომ დავიღალე. და შენ სად იყავი? კასოსთან. იმდენი ლაპარაკა თავი ისკდება. სად არის ბავშვები? ძიზასთან. მანანასთან. გამაგიჟებ, მაგრამ მანანას ვაკადრებ დიდ სიტყვას. კომპიუტერთან თამაშობენ. ვაიმე, თვითონი კომპიუტერი შეიძლება? ჭამეს რამე? დილიდან ჭამენ ერთმანეთს. ვაიმე, ეს იგი მაგათ ვერ გამოულაგე და დაულაგე ჭამა არ ახსენდებათ საერთოდ. მე და მე მსგავსნი. აი ახლა შენ რომ არ გეთქვა საერთოდ არ გამახსენდებოდა რომ მშიერი ვარ. კიდე კაი მოვედი. ამა. კაი, შენ ხომ არა, მანანას როგორ არ გავხსენდა? დედა! ნუ ხვირი იქნებ ზინავს ადამიანს. როდის იყო ხა დედა ჩემს 9-ზე დაეცინა ზაზა? ხო კარგად. კარგად იქნება მაგა. ეგრე როდის იყო მემართლება? დედა! დე! დედა ჩემი სახლში არ არის? არა. 15 აკლია. 9-ს. მეზობელთან იქნება გასული. ხო, არ შეიძლება. უბრალოდ შემიშლიდა უცებ. მეთქი საცხობიდან არ მოვიდა თქო. სასა დედა ჩემი საცხობიდან ნამდვილად მოვიდა? არ მახსოვს. არ მინდა ხე შეგაშინო არა. მე მგონი არა. ეგ სახლში რო ყოფილიყო მე ესე კბილად ძილს არ მაცდიდა. სასა 15 აკლია 9-ს, 15 წუთში არის კომენდანტის საათი და ეხლა მეუბნები რომ დედა ჩემი საცხობიდან არ მოსულა? მეცი. დაკავება. ეხლა მოვიდა და შენ გიერეკავს არ ინერვილო. მოვედიო. იმედია. ერთი 9 საათში ცხელებსაც შემოვიტან და იგა. ოღო რასტრიალებს ჩვენი ზალი? ნუ ხომ თლა თამრიკოსნარი ხაჭაპური ვერ გამომდის, მაგრამ რაც არის? დაუძახებდი უბრალოდ ბავშვებს აზინებს და ენაცვალოს მამა. ხო და ჩემო ვაჟა, ღმერთმა გაგამრავლოთ და ჩვენს მეუღლებს გაუმარჯოთ. ისე ბიჭებო ყოველას გაგვიმართლა ცოლებში. ღვთისყალობით. ღვთისყალობით კი. ჩვენი გაძლება მისცეთ. ისე არ ჩვენ ვართ ცუდი ბიჭები. ცუდი ბიჭები კი არა, მაგარი ხალხი ვართ. აბა ბიჭებო ერთი ხმები მომეცით. ვიდი. მე მინდა სითბო, მაგრამ ზის არა. მინდა წყალობა, მაგრამ სხვის არა. მინდა საფრენი, მაგრამ ზის არა. ალანასი გალინა, მაგრამ სხვის არა. ერერო, ამხევი რას გაჩუმებულ ხარ, აბა, გაუმარჯოთ. მოიცა კაცო. ჩემ ხალებს თქვა და მე ავყვებება რას ვიზო. მე ღვთის ადიდებელი ვთქვა და მე დავარეფრშოთ. გავიდა უკვე 40 წუთი. რა ვქნათ? დალი შეგაცო რა, ხო ხედავთ რომ მიდის. გადიზრო თორე ახლა მეც ახლა სამსახურში გარბი ვარ რა. ბიჭებო, მოდი ახლა არ გავაჯანჯოთ და შევსვათ. ანილოსების ადრესზე. ნათი. შეხედე. კოჩა ინტერნეტში დავათრე. ვაიმე, არ გინდა ეგრეთ სამყარო, ხო იცი მოკაცობდე. ის თუ მიუჩდა პიანინოს დიონდი არ დააცლებს. ой, ასე მტერი დაგეცალოთ. ცოტა კი ჩამოვიდა, მაგრამ მაინც. ნათი დაგუცევ, ჯანმრთელად იყავი, ბედნიერად იყავი. შენთან ერთად, კოტი, შენთან ერთად. აბა ბიჭებო, ერთიც ვთქვათ, ორი იქნება. აბა როგორ თქვი, ვაჟა? ღვთისადიდებელიო? შეივშეთ და ლინკსაც ჩაგეგდებთ. მე იმ ლინკისაც დავლიოთ. არ პასუხობს. და მესენჯერში რა დავარეკავ, სა განახებს სად არის? აჩახ. მართალია დე. არ იცის მაგარ მაგდანი. ხო დედიკო. აიღო.
დე საცხობში ხარ? აქ ავარდე, აქ და წამოვალეთ ნახევარ საათში ლეილას ველაპარაკებოდი ტელეფონით და შევყევით, რა ვიცი. დედა, რა ლეილა? კომენდანტის საათია. დედა, ჩემი სიკვდილი. ეგ სულ არ გამხსენებია, რა გავქნა? მე რო გამოვიქცე ახლა უცებ. ვერ მოასწრე. აბა რა ვქნა? ზოიასთან რომ ავიდეს? დაიმე, მაგარ მომიყვანოს მაგან გავაზოიებ. ტაქსი არ მოვა, კაცო? არა, დედა, რა ტაქსი? დე, სკუტერით რო წამოვიდეს. ყველგან აყენებ. არება არის ის. რა არის ეგ რა, სად არის? არაფერი დედა, არაფერი, სკუტერი გაჩუნდით ბავშვებო. მე რა გავქნა, ესე იგი აქ უნდა დავრჩე? თან მარტო. აი მეწნების აპარატი მაინც ქონოდა. კაი, დამშვიდი დედა, რამეს მოვიფიქრებ. მომისმინე, ამ დროს ვის შეუძლია გარეთ გადაადგილება? სასწრაფოს და პოლიციას. არა, მურჩა რა, ჩემი საშველი არ არის. აქ უნდა ვეგდო საცხობში ვირთხასავით. მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. ქალბატონო მანანა, რეკავთ სასწრაფოში, ეუბნებით სიმპტომებს. ყელი გტკივათ და გახველებთ. მერე, სახში წამომიყვანს? არა, საავადმყოფოში. მაკა, მომაშორე ახლა ეგ მაქედან რა. რა უნდა მარტო არ იქნება და თან ბოქსირებულ გაწყვიარებულ ოთახში დააძინებენ. აი, ჩემმა მტერმა დაიძინა ისე მე რო იქ დავიძინებ. ნუ რა ვქნა, დავჯდები სკამზე და რაც იქნება, იქნება. დედა, მან როგორ უნდა გაათენო? და ქალბატონო მანანა, წინასწარი დაკავების იზოლატორშიც ვერ დაიძინებთ, რამე რო იყოს? რა უნდა იყოს, ბიჭო? ესე იგი, მე დავრეკავ პოლიციაში, ვეტყვი რომ საცხობში ქურდებია შეპარული და მოგაკითხავენ და წამოგიყვანენ. მიდი რაბე, მაგარ იქნება. მაკა, მომაშორე ახლა ეგ გეწაძეები რა. და ბე, აპარაციით რო წამოხვიდე, გადაადგილების მაგიური მეთოდია. არ იცის ახლა ეგ მაგარ. ცოცხით უფრო ადვილად მოფრინდება. დე, მე რო ვთხოვა ზოია დეიდას იქნებ ბალიში მაინც ჩამოგაწოდოს. მაი მე ვიტირებ. აი დედა, კაი არა უშავს. ოღონ ჩენ ნუ ინერვიულებ და ვიქნები აქ ერთი ღამე ზოგ სულ არა აქვს სახლი. დე. კარგი ახლა დამანები თავი წავედიო. ამ ბოლო დროს გიო კარანტინში საერთოდ აღარ ჭამს. აი ხაც დახვრება ორი კოვზი ბორში და გაიქცა. არა უშო, ცოტა წონაში დაიკლებს, მე მგონი არც აწყენს. მერე დედამის რა პასუხი გავცე? დედამის მე ვეტყვი, ამ ბოლო დროს ჩვენი თინა რაღაცნაირ ბორსაკეთებს თქვა. ძალიან გემრიელია. კარტოფილია ცოტა უმი, კომბოსტო გადახარშული და მლაშე თორე ისე რა უჭირს? უგემრიელესია. ცარიელი ტომატი. ძალიან გემრიელია. კარგი, რა გინდა თინა? რა ხან ფეხი გტკიო, მეს მტკიოდეს? რას მირთქავ? ქალბატონო თინა მართალია ბატონი მურმანი, საშინელი ბორშია. ბატონო მურმან ფეხი როს ტკიო და ქალბატონ თინას, მე უთხარი რომ თქვენ მზანდებოდეთ ბორშს მე გავაკეთებ თქო, ამიტომ. ისე რა უჭირს? მე შემხვდა ალბათ უმი კარტოფილი თორე. არა, ეგ უმი კარტოფილი ჩემთანაცაა. შემდეგში ვეცდები რომ უკეთესი გამომიყვანო. არ გინდა რა თუ ჩემი ძმა ხარ. მოდი მე სოსის მოვხარშავ. მე კიდე ბოლომდე ვარ. საომშვიდობის. რაც ეს პანდემია დაიწყო, ნეჯერ ისე ადრე არ დავწოლი ვარ, უბრალოდ ისეთი დაღლილი ვარ ემოციურად, რომ არაფრის გაკეთების თავი არ მაქვს. თან დიდაც არც არავის არ ვჭირდები. საზა ტელევიზორთან არის, ბავშვებმა რაღაც ახალი თამაში გადმოიწერეს და 2 დღეა შევარდნილები არიან კომპიუტერში. და მანანა ტელეფონით ლეილას თავის თავგადასავალს უყვება ისეთ ხმაზე, რომ ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ დავიძინებ. მაგრამ პრინციპში ვერც გაამტყუნებ. იმიტომ რომ რაც დღეს მანანამ გააკეთა, ეს იყო საოცრება. ესე იგი 20 წუთი მე საზა და ბავშვები ფიქრობდით, ტვინს ვიჭყლედით. როგორ უნდა მოგვეყვანა 15 წუთში მანანა საცხობიდან სახლში ისე, რომ კომენდანტის საათი არ დაგვერღვია. იმდენი ვინერვიული, იმდენი კინაღა მოვკვდი. მანანა მომშვიდებდა და ის ძალიან იშვიათად ხდება. აი სამშობიაროდ რო შევდიოდი სანდროზე, დამავალა. დროზე იმშობიარე, თორე ნერვიულობისაგან ისეთი ტაქიკარდია მაქვს, შეიძლება ინფარქტი მომივიდესო.
მთელი მშობიერობა მანანაზე ვფიქრობდი. რამ გამახსენა ხე ეს? არ ვიცი, მაგრამ ისეთი სიმშვიდით მეუბნებოდა. არაუშავ დედიკო ერთი ღამე საცხობშიც გავათენებო, რომ შეიძლება ეს თავის სახლში დაბრუნების უნიკალური გეგმა უკვე მოფიქრებული ქონდა. არ ვიცი. მაგრამ ერთი რაღაც ზუსტად ვიცი. დღეს ღამე მე ვერ დავიძინებ. ისე მართალია დედა ჩემი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ მანანას. კარგი რა, მოდი ახლა ხასიათზე. მე გვირდები რომ არაფერი არ მოვა. დარწმუნებული ვარ თვითონ არ ნერვიულობს მაგდენს. ხო იცი რა შიშარა? ხო, მაგრამ ეთყობა არ ეშინია. თან ზოიასთან გერა ვეფთან შევა განიაში. გალბოტანო მანანა. როგორ? აი, ამ ბაშკაცების დახმარებით. მახო და კობა. კობა ხოშვილო. დიახ, გალბოტანო მანანა. თქვენ გაიხარეთ ბიჭებო, როგორც მე გამახარეთ და ამ სიდედრის გარეშე არ დამტოვეთ. ბოდიში, მაგრამ ძალიან გთხოვარ. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ და ახლანდის დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბიჭებო, ხوار შემოხვიდოდით, ჩაი დავლიოთ. ბოდიში, მაგრამ ძალიან გვეჩქარებ. გვეჩქარებო. კარგი, აბა, კარგი. კაი ბიჭები არიან. დედა. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო. ძალიან ცოტა მეგულება ისეთი ადამიანი, ვინც კომენდანტის საათის დროს ასე უსაფრთხო და კანონის ყველანაირი დაცვით გადაადგილდება A პუნქტიდან B პუნქტამდე. აი ეს არის მოხერხება. და ეს არის ის, რითიც მე დედა ჩემს ნამდვილად არ გავარ. წავედი, იქნებ დავიძინო.